მოგესალმებით, მე ვარ GeoJLine.com-ის ადმინისტრატორი ონლიმი და ახლა ამ ვიდეოში გასწავლეთ თუ როგორ უნდა ავაწყოთ აი ესეთი სახის ბლოკი. ესე იგი, მაშას დავიწყოთ. ორი ნაწილად დავყოფ, იმიტომ რომ ყველა დეტალურად რო გასწავლოთ ყველაფერი, ჯერ მთლიანად ბლოკს ავაწყობ და მე შიგნით წარწერებს. ესეთი მენიუს გაკეთება წინა გაკვეთილშიც გასწავლეთ. ამიტომ იმას არ გადავიღებ და დავაპაუზებ და მე გავაგრძელებ. ესე იგი, დავიწყოთ პირველ რიგში უნდა დავჭერათ რა თქმა უნდა ბლოკი, მე უკვე დავჭერი ახლა. ესე აი ესენი დავჭერი უკვე. ჭერი მაქვს და ბარე ახლა იმას დავიწყებ აწყობას. HTML-ის გავაზრდეს CSS-ი მივაბი უკვე და ეგრევე დავიწყებ თავიდანვე ბლოკით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ერთუთი აქ უკან ფონს დავაკეთებ. მუქ ფონს რო შეიძლება გამოჩნდეს. და მარტო ესე იყოს, მეტი არაფერი. ან რაც აქ არის იგივე ფონი გავაკეთებ. ესე იყოს, მეტი არაფერი არ უნდა. გავხსნათ ამ ფონი არის და დავიწყოთ ახლა თვითონ ბლოკი. დავიწყოთ ესე იგი divid wrapper-ით, divid wrapper blocks. ამას და divid ჩავკეტავთ. ეს div ქვემოთ ჩამოვიტანოთ და დავიწყეთ ახლა. პირველი ვაკეთებ ზედა მხარეს divid block 1 მაგალითად. ამ block 1-ში ვაკეთებთ რა თქმა უნდა წარწერასაც საიტის ნავიგაცია, სტატისტიკა, მომხმარებლები და რაღაცა ეგრე. ამიტომ აქ ვაკეთებთ block title. აქ მე ეს ჯერ პირველად ესე იყოს. მე გავაკეთებთ divid block 2. Block 2-ში ვაკეთებთ ბლოკის ტექსტს, ანუ შიგთავსი რას უნდა იყოს divid block text. ესე. და მესამე ეტაპი არის divid block 3. ავაკეთეთ ყველაფერი. ახლა მოდით ჩავსვათ ესე block. ესე. აი ეს არის სულ მთლიანად. ახლა ეს გავაკეთეთ HTML-ი, გადავიდეთ CSS-ში. CSS-ში ვიწყებთ რა თქმა უნდა ის აქაც block 1-ით, block 1 და ვაკეთებთ ეს margin, padding, background. და პირველი 258-213-ზეა ზომები. 218 ვაკეთებთ overflow-დან. და მე რო არ დაგავიწყდეს, ბარემ ახლა wrapper-ი გავაკეთოთ. დიზაინი როგორც მოითხოვს თქვენ ისე გააკეთეთ, ან ბლოკი რამხელაცაა, ხელას გააკეთებთ wrapper-ს. მე ახლა რამხელაცაა, იმ ხელას გავაკეთებ. ანუ თამას ვაკეთებთ margin auto, padding 0. და ვიდეთ 258 მეგონი თუ რა 258 ხო ეს ახლა ვნახოთ აი და ჩამოვწევ მაგინ მითარწეს block აქ იყოს მე გავაკეთებთ ახლა მეორე ეს დავაკოპიროთ პარე და აქედან შევცვალოთ ტექსტები აქ ორს ჩაუწერთ აქაც მეორე ლინკი აქ no repeat მაგივრად repeat
repeat y-ზე ქვემოდან ისე და ჰეგეს საუშვით. და მესამე აქ მესამე, აქ 3 და მის სიმაღლე არის 16. ახოთ, აი, როგორც ხედავთ, ბლოკი გაკეთდა. ახლა გავაკეთოთ ზედა ეს წარწერა. block title. block. და გავაკეთოთ ეს margin. ჯერჯერობით 0, ფედინაც 0. ფონტის სახეობა, ანუ რა ფონტით გვინდა დავწეროთ, აი ამ ფონტით, ეს უკვე მიერთებული მაქვს, ხო? მერე ფონტის ზომა 14 პიქსელი, მე მგონი, ნახავ. შენ 13-ია და ბარემ ფერიც დავაკოპირო. 13 პიქსელი. color ანუ ფერი იქნება ეს და ეს ფერი და font style იქნება italic, იმიტომ რომ გადახრილია, როგორც ხედავთ. ესე. ახლა ნახოთ როგორ არის, სად არის. მოიცა ქართულად დავწერო ბარემ. კითხვაზე დავწეროთ აქ საიტის ეს ნავიგაცია. ეს დავასეივოთ, ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად დაეწერა. ახლა ჩამოვწიოთ, სად არის მერჩი. ჩამოვწიოთ ქვემოთ 10 პიქსელით. პრინციპში ეს შუაში უნდა იყოს და როგორ დაждდება ნახოთ text align center. აქეთ იკონი რო არის, ეგ თუ არ შეუშლის. ეს პრინციპში კარგად არის და ჩამოვწიოთ ახლა ქვემოთ 15 პიქსელი დაახლოებით. 15 ბევრია იყოს. 13 პიქსელი. ეს იმორჩა. ახლა აქ გავაკეთოთ ეს ბლოკ ტექსტის ბლოკი, აქ რაღაცას დავწერთ და ამაში ახლა ამ ვიდეო გაკვეთილს აქ შევწყვიტავ. და უკვე იმას გავაკეთებ, ცალკე რო არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ რაც ახლა უნდა გავაკეთო, წინა გაკვეთილში გავაკეთე უკვე და იმაზე ისწავლით და მე გავაგრძელებ როგორ უნდა გავაკეთოთ over.